ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ იმ ცხოველებს, რომელსაც ჭამთ, ვექცევით განსაკუთრებული სისასტიკით, დაუდევრობით და ასე შემდეგ. მე არ ვარ არც ვეგეტარიანელი და არც ვეგანი, თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაც ელემენტარული სტანდარტების აწევა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუნდაც დღეს. რომ ჩავიდეთ ძალიან ისეთ საწარმოების დონეზე, სადაც რეალურად ყავთ ცხოველები, ხდება მათი უფლებების ჩალახვა და დიახ ცხოველებსაც, შინაურ ცხოველებსაც, ნებისმიერი გარეულ ცხოველებსაც აქვთ საკუთარი უფლებები. რომ დავაკვირდეთ რეალურად ეს ყველა ინდუსტრიის ყველა კომპანიაში ვერ შევალთ და ვერ შევამოწმებთ თითოეული წიწილის უფლებები რამდენად დაცულია, ხო? ანუ რაღაც ადამიანური პირობებში არ ვგეცრავთ ღირსეულ პირობებში რომ იმყოფებოდნენ და რაღაც საშინელ მდგომარეობაში დეტალებში არ მინდა შესვლა, რაღაც უმძიმეს პირობებში რომ არ ამყოფებდნენ და რეალურად ეს სახლში ფერმაში ბევრად უფრო კარგ პირობებში იმყოფებიან, თუნდაც გარემოს თვალსაზრისით, თუნდაც დამოკიდებულების თვალსაზრისით და არავის არ ეკონოს რომ მათ არ აქვთ ელემენტარული შეგრძნებები. თუნდაც აი მაიმუნების კვლევა გამახსენდა ეხლა ის მაიმუნები, რომლებსაც ყავდათ მავთულის დედა, რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული დედა ბრჭყალებში და ის აწოდებდა საჭმელს ამ მაიმუნებს და გარკვეული სითბოც ჰქონდა, ანუ პლედი ჰქონდა მოხურული და მეორე დედა, რომელიც იყო ფუმფულა უშუალოდ ის დიდაც აწოდებდა საჭმელს. და აღმოჩნდა, რომ ის მაიმუნები, რომლებიც ფუმფულა დედასთან, რომელიც რეალურად ცოცხალ დედასთან უფრო მეტად იყვნენ ფიზიკურ კონტაქტში შესულებით, აი ამ სითბოს პირდაპირ მნიშვნელობით სითბოს გრძნობდნენ, ისინი ბევრად უფრო მაღალი იყო მათი გადარჩენის ალბათობა. არ ვიცი გიყვართ თუ არა შესაბამისი კონტენტი, თუნდაც ქართველი იუთუბერები, აი Nana in the Farm, რომ აქვთ გვერდი, თუნდაც ძალიან ბევრი უცხოელი ფერმერები, აი ძალიან დიდი ხანი რომ ამაკეთ ის ძროხა, ორი მაგ ძროხის გვერდის ლინკს აუცილებლად გამოვიტან, იმიტომ რომ მართლა უსაყვარლეს ძროხა, ცენის საყვარელი და ძალიან დიდი ხანია მაკეთებს. ხო რაღაც ამ უფერებით, სიყვარულით, ხო ხა ზოგს ესეც უყურს, რომ მე როგორ უნდა შეჭამო, მაგრამ ანუ რაღაც რომ მოიფერები, კარგად რომ მოიქცევი, რაღაც თავს სანამწუხელი თავს რო კარგად აგრძნობინებ და ხო, ნუ მე გასაგებია, ხა ბუნების კანონია, ხო? ასე არის ეს სამყარო მოწყობილი და ანუ ამაში ამორალური არაფერი არ არის, მაგრამ ამორალურია ის პირობები, რაშიც მათ უწევთ ცხოვრება და სხვათა შორის ინდივიდუალურად ასე სახლში რომ ყავთ ხოლმე ცხოველები, იქაც ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის ხოლმე აღმოჩენილები. ერთ-ერთ ქალაქში არ დავასახელებ ხა სპეციალურად ქალაქს, მე მაქვს დანახი აი ამ ხელა გალიაში როგორ ყავთ რამდენიმე ქათამი ერთად შეყრილი და ეს ქალბატონი ანუ ოჯახის ნაცნობია ჩემი ხო თვითონ ამბობდა რომ რა არის ახლა ამათი ცხოვრება მე შევხერო თუ რა არის ამათი ცხოვრება ანუ ცოტა ნორმალური გალია მაინც გაუკეთე და მიეჩვე რომ სახლში დააბრუნდნენ რაღაც ან მოუწყე რაღაც ელემენტარული პირობები ძალიან ბევრი ფირმა რომელიც ამაზე მუშაობს ძალიან ბევრი ბრენდი უკვე აწარმოებს პროდუქციას ცხოველებზე დატესტვის გარეშე მედიკამენტების თავისმოყრლის საშუალებების აი ამ საკითხსაც რო შევეხოთ ხო და ანუ შესაბამისი ლოგოებია გამოტანილი და შესაბამის ეტიკეტებზე არის ასახული და საჭმელზეც და ბევრ სხვა ბრენდს უკვე აქვს ესენი გამოტანილი რომ აი და სხვა შორის იყო სერიოზული მოძრაობების ამასთან დაკავშირებით რომ I only eat happy animals მე მხოლოდ ჭამ ბედნიერ ცხოველებს და აი ძალიან მაგარია